201 ქართველი გმირი ერთ წიგნში ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიებთან ერთად წიგნში იმ ქართველი სამხედროების გმირობის ამბებით შეემატება, ვინც საქართველოს სახელით საერთაშორისო მისიებში იბრძოდა. წიგნი 300 ეგზემპლარად გამოვა ქართულ და ინგლისურ ენებზე დაიბეჭდება. ვიცოდი, რომ ჩემი შვილი არაფერზე უკან არ დაიხევდა. მეგობარსაც გადაარჩენდა და სამშობლოს რა თქმა უნდა თავი შესწირა. 21 წლის ვასილ ყულჯანიშვილი რიგით 201-ია, რომლის ისტორიაც აგვისტოს ომიდან 9 წლის შემდეგ გამოცემულ გმირების წიგნში შევა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირების ისტორიებთან ერთად წელს წიგნს იმ ქართველი სამხედროების გმირობის ამბებით შეემატება, ვინც საქართველოს სახელით საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში იბრძოდა. ვასილ ყულჯანიშვილის სიცოცხლე ავღანეთში 2015 წლის 22 სექტემბერს მეამბოხეების თავდასხმას ემსხვერპლა. მითხარო დედაო, მე უნდა წავიდეო. და მე ვთქვა დედამეთქი, შენ არავინ არ წაგიყვანს მეთქი და რატომ პატარა იყო წანით და არ მეგონა თუ ვინმე წაიყვანდა. და მოვიდა და უთქვა მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ უნდა წავიდეო. და წავიდა. იქ რა იყო? რა ვიცი, ვაკითხებოდი როგორ ახარ მეთქი, შეზე კარგად თუ მეუნებოდა ხოლმე. არასოდეს არ უთქვია, აი ან ცუდად ვარ, ან რაღაცა, არაფერი. 23 წლის კაპრალი ილია შეყლაშვილი შინდისში დაღუპული 17 ჯარისკაციდან ერთ-ერთია. შინდისელი გმირების სამაგალითო ისტორია მთელი მსოფლიო მოიარა და ახლა გმირების წიგნში დაიდობინა. სამშობლოსთვის დაღუპული, ასე იხსენებს შვილს ჯარისკაცის მამა. წლებია ყველას შვილის გმირობის ისტორიას უყვება და უამბობს, როგორ გამოჰყავდა 23 წლის სამხედროს ფრონტის ხაზიდან თანამებრძოლები. ამერიკა რამდენჯერმე იმ დღეს. მეთქიეს რა არის. თუმე ბოლო დღეა ლაბარაკის და იმიტომ ხდება ეს ყველაფერი. არ ვიცი 25-ია თუ რამდენჯერ ამერიკა. 11 აგვისტო იყო 11. ჯარი უკვე ბრუნდებოდა სახლში მოდიოდა. სახლში მოდიოდა ჯარი როცა ხელი მოაწერეს ცეცხლის შეწყვეტაზე. ბრუნდებოდა უკან და შინდისში მოუწყვეს ჩასაფრება რუსის სატანკო ასეულმა. და მოულოდნელად გაუხსნეს ცეცხლი. ოფიცრებმა აქ ომი არ შეიძლება და უნდა წავიდეთო და იქ მერე თვითნებურად გადავიდნენ საინჟირო ასეულის ჯარისკაცები. საინჟირო ასეულის ჯარისკაცები გადავიდნენ თვითნებურად და დაიწყეს ბრძოლა. ჩემი შვილი მსახურობდა სხვა ასეულში, არავის არ იცნობდა იმ საინჟირო ასეულში. მიუხედავად ამისა, გადავიდა და დაუდგა გვერდით. რკინიგზის ლიანდაგებია იქიდან, რკინიგზის ლიანდაგებზე იყო დაცემული დაჭრილები გამოყავდა თქვენს და თავის დაჭრილებიანად ეცა იქ. ერთი თქვია ქონა მოხვედრილი. წიგნი პირველად 2010 წელს გამოიცა. წლების განმავლობაში გმირების ისტორიები რამდენიმე ნაწილად დაიბეჭდა, თუმცა განახლებულ ვერსიას ავღანეთში დაღუპული ქართველების ისტორიებიც დაემატა. გმირის 300 ეგზემპლარი ქართულ და ინგლისურ ენაზე თავდაცვის სამინისტროს ხელშეწყობით დაიბეჭდა. ეს იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ავღანეთში მას მერე რაც ჩვენ გამოვეცით, წიგნი კიდევ დაიღუპა 5 ჯარისკაცი. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ გაგვეკეთებინა ეს წიგნი ერთი მთლიანი. ჩვენი მოვალეობა არის, რომ მართლა ვის სიცოცხლეზე დგას საქართველოს დამოუკიდებლობა, რომ მათ ამ ადამიანებს ქვეყანა იცნობდეს სახელებით და გვარებით. და მე ვფიქრობ, რომ ეს წიგნი ამას ემსახურება. გმირებს თაობები უნდა იცნობდნენ, ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან მომავალს საკუთარი სიცოცხლე შესწინეს. მე მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა დავბეჭდოთ ამ წიგნის განახლებული ვერსია და დავურიგოთ ის დაღუპული გმირების ოჯახის წევრებს. გმირი 201 ქართველი ჯარისკაცის ისტორიას აერთიანებს. წიგნის პრეზენტაცია ხვალ აგვისტოს ომის 9 წლის თავზე გაიმართება.